გამარჯობა, მე ბექაბალიაური bilessence.ucourse.com-ის ადმინი და ამ ვიდეოში მინდა გასწავლოთ სირჩხილაკის გამოყენება. ახლა რა არის სირჩ? სირჩ საერთოდ ინგლისურად ნიშნავს ძებნას. და რაში გვეხმარება პირველ რიგში ეს სირჩხილაკი. მაგალითად, როგორც მე ალბათ თქვენს გქონიათ ეს პრობლემა, ძალიან ბევრი ფაილები გქონიათ და იცით ზუსტად რომ ჩაწერილი გაქვთ და ვერაფრით ვერ პოულობთ სად არის ეს არის ფილმი, მუსიკა, სურათი თუ ასე შემდეგ. აი ეს სირჩხილაკი სწორედ ამაში დაგვეხმარება. შეგვიძლიათ მივუთითოთ all files and folders და აქ ჩავწეროთ სახელი. აი მაგალითად ამას ქვიან pictures ხომ არის ეს pic შემოკლებით სურათი და პაპკა რო ჩავწერო აქაც და აქაც მოძებნის ხილაკს დავაჭირო და რაც თავარი არ ქონდეს დაყენებული C და D დისკებზე. მე თუ მარტო C-ზე გინდა გონია რომ იქ ქონდა მარტო D-ზე გინდა ან my video-ში, music-ში, desktop-ში, my computer-ში ყველაფერში ეძებს. ამ შემთხვევაში მე მჭირდება C და D დისკზე რომ მოვძებნო ერთდროულად და ვძებნი. ნახე ფიქსზე რაც იწყება ყველაფერი გამოიტანა my pictures, simple pictures, pics, short pictures, simple pictures და pic. აი ჩემი ფოლდერის გამოიტანა. მე თუ ისეთ ადგილზეა რომ გადაადგილება მოგინდებათ, ამას აი ესე მოკიდებთ ხელს, წამოიღებთ და აი აქ რო დავდო, ნახეთ მეუბნება რომ cannot move pic. იმიტომ რომ არ შემიძლია გადმოტანა, იმიტომ რომ pic სინამდვილეში ხო აქ არის. შემიძლია აი ახლა რა გავაკეთო მე? აი ეს წამოვიღო და რომელიმე new folder-ში ჩავაგდო მაგალითად, ხო? ადგილმდებარეობა შევწევ. აქაც შეეცვალა, რა თქმა უნდა, დავაგრძელებ ახლა ამას ისევ desktop-ზე. ერთი სიტყვით ალბათ გაიგეთ და ამას აქვს ძალიან ბევრი, ნახეთ 219 რეზულტატი და კიდე აგრძელებს ძებნას. P-I-K რაც იწყება. მე უკვე ასოებზე თვითონ პლუსზე და ამ შემდეგ ძებნის. ძალიან ორიგინალური რაღაც არის დამითანხმებით და გთხოვთ რომ შემოხვიდეთ საიტზე bilessence.ucourse.com და გაიგოთ ძალიან ბევრი ახალი და შეიტყოთ უახლესი ინფორმაციები. ეს ვიდეო გაკვეთილი ამით დამთავრებულია. გამარჯობა, მე ბექაბალიაური bilessence.ucourse.com-ის ადმინი და ამ ვიდეოში მინდა გასწავლოთ სირჩხილაკის გამოყენება. ახლა რა არის სირჩ? სირჩ საერთოდ ინგლისურად ნიშნავს ძებნას. და რაში გვეხმარება პირველ რიგში ეს სირჩხილაკი. მაგალითად, როგორც მე ალბათ თქვენს გქონიათ ეს პრობლემა, ძალიან ბევრი ფაილები გქონიათ და იცით ზუსტად რომ ჩაწერილი გაქვთ და ვერაფრით ვერ პოულობთ სად არის ეს არის ფილმი, მუსიკა, სურათი თუ ასე შემდეგ. აი ეს სირჩხილაკი სწორედ ამაში დაგვეხმარება. შეგვიძლიათ მივუთითოთ all files and folders და აქ ჩავწეროთ სახელი. აი მაგალითად ამას ქვიან pictures ხომ არის ეს pic შემოკლებით სურათი და პაპკა რო ჩავწერო აქაც და აქაც მოძებნის ხილაკს დავაჭირო და რაც თავარი არ ქონდეს დაყენებული C და D დისკებზე. მე თუ მარტო C-ზე გინდა გონია რომ იქ ქონდა მარტო D-ზე გინდა ან my video-ში, music-ში, desktop-ში, my computer-ში ყველაფერში ეძებს. ამ შემთხვევაში მე მჭირდება C და D დისკზე რომ მოვძებნო ერთდროულად და ვძებნი. ნახე ფიქსზე რაც იწყება ყველაფერი გამოიტანა my pictures, simple pictures, pics, short pictures, simple pictures და pic. აი ჩემი ფოლდერის გამოიტანა. მე თუ ისეთ ადგილზეა რომ გადაადგილება მოგინდებათ, ამას აი ესე მოკიდებთ ხელს, წამოიღებთ და აი აქ რო დავდო, ნახეთ მეუბნება რომ cannot move pic. იმიტომ რომ არ შემიძლია გადმოტანა, იმიტომ რომ pic სინამდვილეში ხო აქ არის. შემიძლია აი ახლა რა გავაკეთო მე? აი ეს წამოვიღო
და რომელიმე new folder-ში ჩავაგდო მაგალითად, ხო? ადგილმდებარეობა შევუწევ. ნუ აქაც შეეცვალა, რა თქმა უნდა, დავაბრუნებ ახლა ამას ისევ desktop-ზე. ნუ ერთი სიტყვით ალბათ გაიგეთ და ამას აქვს ძალიან ბევრი, ნახეთ 219 რეზულტატი და კიდე აგრძელებს ძებნას. P-I-K რაც იწება. მე უკვე ასოებს ზეთით პლუსზე და ამ შემდეგ ძებნის. ძალიან ორიგინალური რაღაც არის დამითანხმებით და გთხოვთ რომ შემოხვიდეთ საიტზე lessons ukos.com და გაიგოთ ძალიან ბევრი ახალი და შეიტყოთ უახლესი ინფორმაციები. ეს ვიდეო გაკვეთილი ამით დამთავრებულია.